ჩემო მომებოდა ვეფხვებო უნდა ორი კატეგორია არის ხვადილომების და ცულომების ერთ-ერთი ცულომი გვერდში მიდგა ჩვენ დღეს საგანგებოდ მოვედით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ როგორც სოფლიოში დემოკრატიის თავისუფლების უძლიერესი სიმბოლოს წინ იმიტომ ამერიკის შეერთებული შტატები დამსახურებულად ნაწილმოსილად არის კაი გაგებით ჰეგემონი თავისუფალი მსოფლიოსი და ჩვენ უნდა მოუწოდოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ მან ღირსეულად დაიცვას თავისი ღირსეული და მოკავშირე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომლის მმართველობის დროს საქართველოს მნიშვნელოვნად დაცილდა რუსეთს და ძალიან დაუახლოვდა სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოს და რომელმაც კიდევ და კიდევ უფრო გააძლიერა თავის დროზე ქართველი ერის მიერ ეროვნული მოძრაობით, ბრძოლებითა და სისხლით მოტანილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩემი შიმშილობა და ჩვენი საყოველთაო პროტესტი მიმართულია იმ სამარცხვინო რეალობის, იმ ტრაგედიის წინააღმდეგ, რომ ქართველი ერის მიერ, ეროვნული მოძრაობის მიერ, ნაციონალური მოძრაობის მიერ, დიდი ძალისხმევით, დიდი რუდუნებით, დიდი ბრძოლით, სისხლით, ოფლით მოტანილი და დაბრუნებული თავისუფლება ამ სამარცხვინო ამართლად გადახსირებული ხელისუფლების დროს ნელ-ნელა ითხოვა. ამიტომ სპეციალურად თხოვე ჩემს მეგობრებს და მე მაღლავწევ მიხეილ სააკაშვილის პორტრეტს, იმიტომ რომ თელმა საქართველოს და თელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ მიხეილ ნიკოლოზიძე სააკაშვილი პრეზიდენტ ძვიად გამსახურდია მსგავსად არის სწორედ თავისუფლებისათვის და სიმართლისათვის დევნილი და მებრძოლი პრეზიდენტი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მიხეილ სააკაშვილს ვეღარ მოკლავენ და ქვეყანა რომ დაიქცეს ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში, იმიტომ ეს ღმერთს ასე სცადია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩემო მეგობრებო ერთად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში ეს ახალი მოძრაობა, უბრალოდ ახალი ეტაპი ეროვნული მოძრაობის დამთავრდეს ძალიან დიდი გამარჯვებით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და პირველი მოთხოვნა არის ყოველგვარი სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მისი დაბრუნება საქართველოში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ძალიან დიდი მოთხოვნებია დაწყებული 21 წლის კონსტიტუციიდან საქართველოს დეოკუპაციით ამერიკის შეერთებული შტატების ჟანების შემოვლით საქართველოში ჩვენ ამ დოკუმენტებს ქართულ და ინგლისურ ენაზე გადავცემთ აუცილებლად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. თუ საელჩოდან არავინ არ ჩამოვა, ჩვენ იძულებული გავხდებით და მოუახლოვდეთ საელჩოს. გაითვალისწინეთ ეს. აი, sorry, cartoon.